გამარჯობა მეგობრებო, ეხლა ჩვენ მივდივართ ჩემი მეგობრის სანახავად, რომელთანაც თელი ბავშვობა გავატარე. ეხლა ამერიკაში ჩვენ ისევ გადავიკვეთეთ. ლელა არის ტურისტული ვიზით ჩამოსული ამერიკაში და ეს ვიდეო ძირითადად მის გამოცდილებაზე იქნება. საინტერესო კითხვები დავუსვი, საინტერესო საუბრები გქონდა და მინდა რომ ერთად ნახოთ და შევაფასოთ, როგორ შეიძლება ავიღოთ არა ტურისტული, არამედ სასწავლო ვიზა, როგორი არის სასწავლო ვიზით ამერიკაში ცხოვრება, რა გამოცდილება და რა სირთულეები შეიძლება შეხვდეს ადამიანს. მინდა კომენტარებში მოვისმინოთ თქვენი შეფასებები და მოკლედ შევხვდებით სულ მალე. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჯერსი სიტიში. ჩემს გვერდით ის ლელაკო არის ჩემი ბავშვობა, მთელი ბავშვობა, მოკლედ ლელაკოს უკავშირდება, იმიტომ რომ ერთად გავიზარდეთ, ერთად დავდიოდით სკოლაში, მეორე მოგონება შევაგროვეთ ერთად. მე ისე მოხდა რომ გაიყარა ჩვენი გზები, იმიტომ რომ თბილისში წამოვედით, ჩვენი გზა ვიპოვეთ, მოკლედ მოკლედ დაახლოებით ჩვენ შორის არის 4-5 წელი, ხო? 5 წელი იქნება, რამდენი წელი ხარ? 31 ნუ 25 წელი, 6 წლიანი სხვაობა გვაქვს. კაი, ნუ მოკლედ ჩვენი გზები გაიყარა და ეხა შეიყარა ამერიკაში. კლდეკარიდან ამერიკამდე საკმაოდ მოკლე გზა გავიარეთ და დღეს გვექნება მიქსი საუბრის და დიალოგის. ეს იქნება როგორც ჩვენი ბავშვობის, ამერიკაში გადმობარგების, მიზნების და რა ვიცი, ლელაკო თავის გზასაც მოგუყვება, როგორ აიღო ვიზა, საინფორმაციო კუთხითაც იქნება მოკლედ და სახალისოც. აბა მოკლედ შევხვდებით ცოტა ხანში. პირველი კითხვა მექნება შენთან, როგორი იყო ჩვენი ბავშვობა და როგორი არის დღეს? ბავშვობა რა ვიფიქრობ? კარგი იყო. კარგად ვიყო. ჯერ მიესალმე ჩემ მაყურებელს. გამარჯობათ. მოგესალმებით ჯერსი სიტიდან, კლდეკარებიდან ამერიკამდე. მოკლედ ვფიქრობ, რომ კარგი იყო ჩვენი ბავშვობა. ნუ ისეთი მეტნაკლებად როგორიც უნდა ყოფილიყო ბავშვობა სოფელში. ვფიქრობ, კარგად ვერთობოდით და კარგად ვატარებდით იმ დროს და პერიოდს, რაც ერთად გვაკავშირებს. აი რა გენატრება, წრეში ბუთი გენატრება თუ დახუჭობა? ორდროშობანა მენატრება. წყლის მოტანაზე რომ თამაშობდით კიდე კლდეკარებში, ეგ მენატრება. სამწყესური? კი. მენატრება ეგ პერიოდი. კარგი იყო თურმე. გავიზარდეთ? რავი, კი, ხა ჩემი სიმაღლე ბევრად არ შეიცვალა. ვფიქრობ, რომ გავიზარდეთ, კი. დღეს პირველად შევხვდით ამდენი ხნის შემდეგ და რაღაცები განვიხილეთ შიდა კულუარულად, მაგრამ აი ამერიკაში როგორ მიდის შენი ცხოვრება, როგორ არის მოწყობილი? ხო, ეხლა მე ჯერ ახალი ჩამოსული ვარ, რაღაც მე 7 თვის ჩამოსული ვარ. ვიზით ჩამოვედი, სტუდენტური ვიზით ჩამოვედი და მთლად მარტივი არ არის, იმიტომ რომ გარკვეული დილემები გაქვს, როცა ამ ვიზით ჩამოდიხარ, კი ხარ ვიზით ჩამოსული, მაგრამ მაინც ახალი გამოწვევები არის ნამდვილად და ჯერჯერობით ცუდად არ მიდის. გამოწვევების წინაშე ხარ და მაგას უგორებ თუ რაღაც სტაბილურობა იპოვე? უფრო ჯერჯერობით გამოწვევები და ის უზარმაზარი სიახლეები, რაც ზოგადად ამ ქვეყანაში არის რა. თუნდაც ბიუროკრატიის კუთხით, თუნდაც იმით, რომ მანამდე ეხლა ჩამოვედი ერთი თვია ჯერსიში და მანამდე მაიამიში ვცხოვრობდი და საერთოდ განსხვავებული არის ეს ორი შტატი, ფლორიდა, საერთოდ სხვა არის. ამის აღქმაც ცოტა ის მოულოდნელი იყო. აი ბავშვობაში თუ ვიფიქრებდი რომ ამერიკაში წამოხვედოდი? სულ მინდოდა ზოგადად სადმე საზღვარგარეთ მეცხოვრე, ხან თვად ამერიკაში რავი, თვად არ მიფიქრია, მაგრამ ბოლო წლებში უფრო ცხოვრების ბოლო წლებში უფრო მქონდა რაღაც სურვილი და ინტერესი. რომ ეს ამერიკა ყოფილიყო ვიდრე ევროპის რომელიმე ქვეყანა, იმის მიუხედავად რომ ბევრს მოგზაურობდი. საქართველოდან გენატრება რამე? რამე არა, ვინმე კი. ვიზა ჩემი მენატრება. გუროს მოგითხრა? გურო ძალიან საყვარელი ადამიანი და საუკეთესო მეგობარი, რომელიც საქართველოში ყავს. რამე არაფერი არ გენატრება?
საჭმელი არ მინდოდა. რატო იპოვე ჯერსში რამე საუკეთესოა და ილი? თქვა არა, სხვათა შორის ქართულები გასინჯე? მაიამიში კი გავსინჯე, აქ არ გამისინჯავს. ან მაინტერესებს შენ თავში ყველაზე დიდი ცვლილება რაც ემიგრაციამ გამოიტანა, აი რა არის ეგეთი? საქართველოში რო რაღაცა სხვა ლელაკო იყო და ეხლა აქ რო სხვა ხარ, ამ განსხვავებაზე მინდა რომ ესაუბრო. ხო, ეს როგორ არის ახლა? საქართველოში ძალიან ბევრი ვიშრომე ვისწავლე და გავაკეთე იმისთვის, რომ საკუთარ თავისთვის კომფორტი შემექმნა რა. შემიძლია ვთქვა, რომ კომფორტში ვიყავი რა, ჩემი თავით საკმაოდ კარგ კომფორტში ვიყავდა და მქონდა იქიდან გამომდინარე განათლება მქონდა შესაბამისად მქონდა კარგი სამსახური, კარგი შემოსავალი და ნორმალური და კარგი პირობები მქონდა და რაღაც უკვე კომფორტში ვიყავი. აქ რო ჩამოვედი, ამ რაღაცა ბაბლიდან მთლიანად გამოვედი და საერთოდ სხვა რეალობაში აღმოჩნდი. მინდა რომ ეხლა ვიზაზედაც ვისაუბროთ. მე როგორც ვიცი, ვიზით ხარ ჩამოსული და აი ძალიან მაინტერესებს ალბათ ქართველებს რომლებიც საქართველოსთან გიყურებენ, აინტერესებთ როგორ აიღონ ვიზა, სასწავლო ვიზით არის მოკლედ აქ ჩამოსული, როგორ მოახერხონ ამ ყველაფრის მოგვარება. ვინ რომელი კომპანია შეიძლება დაეხმაროს ან ეს რეკლამა არ არის მეგობრებო, ან როგორ ძალიან თუ ვინმე სურვილი აქვს ტრამპის ეპოქაში რომ ამერიკაში მოხდეს, შეიძლება ლელას გზა დაგეხმაროთ. აბა მოდი გისმენთ. ხო. მოკლედ მე შარშან თებერვალში დაუკავშირდი რუბანიას. ჩვენსავით ახალგაზრდები არიან, რომლებიც თავის დროზე ესე ვიზით ჩამოვიდნენ, ძალიან ბევრი იწვალეს იმისთვის, რომ რაღაცეებში გაერკვიათ და მე კომპანია გააკეთეს და მეგობარმა მომაწოდა ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ მითხრა, რომ მე არ ვიცი რა, არავინ მინახავს რეალური, ვისაც გამოსვლოდა ეს თემა ჩემს გარშემო, მაგრამ ნუ დაუკავშირდი. როცა დაუკავშირდი, აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგად გაწერილი გეგმა აქვს, მიზნები თუ როგორ შეიძლება აიღო დაუშვათ სტუდენტური ვიზა, ტურისტული ვიზა, ამ ყველაფერზე. პირველ ეტაპზე მქონდა გასაუბრება, რომელი ვიზა მინდოდა, რატომ მინდოდა, ამაზე ვისაუბრეთ, მოუყევი მეტმოკება ჩემს შესახებ და დაახლოებით 1 თვე მქონდა ვადა, რომ მიმეღო გადაწყვეტილება, ვისარგებლები თუ არა მათი მომსახურებით, გამომიგზავნეს პრაისი, რა შედიოდა მათ მომსახურებაში. მე ავირჩიე VIP სერვისი. რაც ნიშნავდა 24 შვიდზე მთელი პროცესის განმავლობაში მეყოლებოდა ჩემი მენეჯერი პერსონალური, რომელსაც მივაწვდიდი საჭირო ინფორმაციას, ყველა ფორმას თვითონ შემივსებდა და შესაბამისად თუ რამე კითხვა მექნებოდა, ის დამეხმარებოდა. VIP სერვისში შედიოდა სკოლის 1 თვის გადასახადი, სადღაც $550-მდე, საელჩოს მოსაკრებელი და ის დოკუმენტები და რაც საჭირო იყო და ასევე, ჩემი პერსონალური მენეჯერის ანაზღაურებაც. ეს სასწავლო პროგრამა, ბოდიში, ეს სასწავლო პროგრამა აქ რო ჩამოხოდი, რამდენი წლიანია და ეხლა ამ პროცესში ხარ ხო, როგორც ხდება? კი, ამ პროცესში ვარ ეხლა და ესე კონკრეტულად წელი არ არის. უბრალოდ არის ტესტირების დროს გადიხარ, რა დონე გაქვს და 1 დონის წიგნის გავლის შესაძლებლობა გაქვს 2-ჯერ. ეს პროგრამა ინგლისური შესასწავლი პროგრამა არის თუ? კი, ინგლისურის შესასწავლო პროგრამა არის. უბრალოდ კარგი ის არის, რომ რამდენ ხანსაც კიდე იმდენ ხანს გაწელავ, ესე რომ ვთქვათ, ამ პროგრამას და შესაბამისად მაგდენ ხანს რჩები ქვეყანაში ლეგალურად. ანუ ვინმე რო ინგლისური არ იცოდეს, იმათაც შეუძლიათ ამ პროგრამის სარგებლობა? კი, რა თქმა უნდა, ეს ანუ მეც არ ვიცოდი სათანადოდ და არც ახლა არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ამისთვის ჩამოვედი რა. ანუ ჩემი დონე შევაფასეთ, გავიარე ტესტირება და დამსვეს შესაბამის კურსზე 6 თვიანი სწავლის შემდგომ უკვე 4 თვე შეგიძლია აიღო ფასიანი შვებულება, რაც ეხლა მაქვს მაგალითად 4 თვე ჩვეულებრივად ვიხდი გადასახად სკოლაში, მაგრამ არ ვსწავლობ და ჩვეულებრივად დავბრუნდები 4 თვის მერე და გავაგრძელებ სწავლას. ძალიან კარგი. მოკლედ მეგობრებო, ძალიან მაგარი შესაძლებელია, მე მგონი. თუ ვინმე ესეთი იყო რაღაცა არარეალური რა, იმიტომ რომ ზოგადად ძვირი ჩდება ხოლმე ამ ვიზების გაკეთება და ხო ადამიანებს ახლა მე რო ვიცნობ, ძირითადად აკეთებენ ხოლმე ტურისტულ ვიზებს და ამ ტურისტულ ვიზებზე იმდენ რაღაცას აგვარებენ და იმდენ რაღაცას ჭყალებში ჩალიჩობენ, არ ვიცი, მოკლედ. თემები საერთოდ არ მქონია, ყველაფერი თვითონ დამიგეგმეს, მე კონკრეტულ დღეს მივედი ავსტრიის საელჩოში გასაუბრებაზე და ავიღე. საქართველოში იყავი გასაუბრებაზე თუ უცხოეთში?
ავსტრიაში ვიყავი. ავსტრიაში. კი. პირველი რაც იყო ჩვენი გასაუბრებისას, ვითხრეს, რომ საქართველოში არ გექნება გასაუბრება, იმიტომ რომ ძალიან დაბალი კოეფიციენტი აქვს ზოგადად დადებითი პასუხების. და მე შემომთავაზეს ქვეყნები, რომლებშიც შეიძლებოდა გავსულიყავი, იყო შედარებით თავისუფალი ადგილები და მე ავირჩია ავსტრია. ავსტრიაში, მაგარი. ერთი საკითხი, რომელიც კიდევ მაინტერესებს, შენგან არის სამომავლო გეგმები. რას გეგმავ შემდეგი, არ ვიცი, 1 წელი, 2 წელი, ან შემდეგი 5 წელი. აპირებ ამერიკაში დამკვიდრებას, აპირებ რაღაცების გაკეთებას და შემდეგ საქართველოში დაბრუნებას. არ ვიცი, რაც გინდა რომ გუთხრა ჩემს 230 თუ 226 გამომწერს. ეხლა მოგემატება, დაამატეთ, გამოიწერეთ. ის სხვა შორის ჩემს ვიდეოში თუ გოგოჩანს საკმაოდ გამოიწერეთ. კი, ერთხელ მყავდა გვანცა და გვანცას სადღაც 600-ს ნახვა ქონდა. ეხლა გამოიწერეთ და მე იმ კომპანიის ლინკსაც ჩაგეგდებთ ხოლმე. გამოიწერეთ ეს არხი. მოკლედ სამომავლო მიზნებს რაც შეეხება პირველი მთავარი მიზანი რისთვისაც ვარ ჩამოსული ეს არის რომ ენა ვისწავლო, მეორე მიზანი რაც არის ენის სწავლის შემდგომ ვისწავლო ჩემი პროფესია, რაც იყო საქართველოში, ეს იყო ბუღალტერია და ამ მიმართულებით გავაგრძელო ესე რომ ვთქვათ მოღვაწეობა ამერიკაში. ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნებას არ გეკმაო ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპს. ბუღალტერია საკმაოდ მოხოდილია ბჭყალებში. კი და მეორე რაც ინფორმაცია მოვიძიე, შედარებით მარტივი არის, ვიდრე საქართველოში ვაკეთებდი კი. არ ვიცი, მე მგონია რომ ტაქსები ამერიკაში ერთ-ერთი რთული საკითხია. არა მარტო არ ვიცი. არის ეხლა ჩემი პროფესიული თვალით რა ინფორმაციაც მომიძიებია და რა კომუნიკაციაც მქონია, მაგ გადმოსახედიდან ვთვლი რომ არც ისე რთული არ არის. იმ ადამიანებს, რომლებსაც ეხლა ფიქრში გაუველვათ, რომ აი რა კარგი ამბავია, ტურისტული ვიზას კი არა, მოდი სასწავლო ვიზას მივაწვევი. იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ლეგალურად ხართ, მეგობრებო, რამდენ ხანსაც გინდათ, თავარი ფული გქონდეთ. და ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება აქ პარალელურ რეჟიმში. თუ რო ჩამოდიან, რა სირთულეების გავლა მოვუწევთ, თუნდაც საბუთების კუთხით, თუნდაც მუშაობის კუთხით, თუნდაც სწავლის კუთხით, ხარჯების კუთხით, ანუ ეს ყველაფერი როგორ არის? აი რო ჩამოხვედი მაგალითად და აი პირველი რა იყო, რა ფიქრი იყო, ხა მესმის რომ შეიძლება ვიღაცას დახვდეს ახლობელი და სახლში შეუშვას, ხო? მაგრამ ქირა, ხარჯები, ეს ყველაფერი როგორ მოაწესრიგე? ეს არავინ არ დამხვედრია, როცა ავიღე ვიზა, ეგ იყო აგვისტოს ბოლოს, ნოემბერში გადმოვწია, ოქტომბერში უნდა წამოსულიყავი, მაგრამ მქონდა ასევე შესაძლებლობა გადამეწია რამდენ ხანსაც მინდოდა, იმიტომ რომ 5 წლიანი იყო და 5 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შემეძლო გადამეწია წამოსვლის თემა. ნოემბერში გადავწია ზუსტად მაგ მიზეზებით, რომ მოვიძიე ის საკითხები, რაც აქ ჭირდებოდა, თუნდაც პირველ ეტაპზე ბინა, როგორ უნდა მეცხოვრა. ბინას ესე სტუდენტი ვერ იქირავებ მარტივად რა, ამ ვიზით. უნდა იქირავო ოთახი დაუშვათ ან ნაცნობების. ქართველებთან? ნუ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე ახლა საწყის ეტაპზე ქართველები ავირჩია. და ძალიან გამიმართლა ამ ხრივ, სადაც ცხოვრობდი, ძალიან კარგი ქართველ გოგონასთან ერთად ცხოვრობდი, რომელიც 10 წელია თვითონ ცხოვრობს, კიდევ ერთი ჩემი მეგობარიც იმ ქალაქში ცხოვრობდა და რეგენიც დამეხარა არის ძალიან ბევრი თემის გარკვევაში. ეგ ყველაფერი საქართველოსდან მოაგვარე Facebook ჯგუფებით თუ რაღაც ჯგუფებში იმდენად არა, რაც ერთ გოგოსთან კომუნიკაციობდი, რადგან ვიცოდი, რომ ისიც თავის დროზე ამ ვიზით იყო წამოსული და უბრალოდ ვაზუსტებდი საკითხებს, რომ აი რა დამჭირდებოდა, როგორ დამჭირდებოდა და მისგან საკმაოდ კარგი ინფორმაცია მივიღე. კაი, ჩამოხვედი, რაღაც მიხვედი სკოლაში, დაიწყე სწავლა და აი მე რა ხდება? დანარჩენ საკითხებს როგორ აგვარებ? თუნდაც ხა არ მგონია რომ ვინმე სიმნე ფუფუნება ქონა დროს რომ სამსახური არ უნდადეს აქ და პარალელ რეჟიმში ფულის გაკეთება. ვიზით ოფიციალურად მუშაობის უფლება არ გაქვს. არანაირი მუშაობის უფლება არ გაქვს, მაგრამ ისე შეგიძლია ნახო რაღაცა სამსახურები, სადაც ქეშად გადაგიხდიან დალაგება, დაუშვათ რაღაცა ცხოველების გასეირნება, ბავშვებთან რაღაცა დღის ხანმოკლე მონაკვეთში რომ დარჩი, ანუ ამას რაღაცებს ახერხებ რა ეტაპი. როგორც ქართველებშია მიღებული დღეს დორდაშიც კირაობა. კი, უბრალოდ სახელით არ ვერაფერს ვერ აკეთებ რა, ვერ ოპერირებ შენი სახელით და გჭირდება რომ ყველას თხოვო რაღაცა და ყველასთან რაღაცის თხოვნა რა თქმა უნდა ხარჯებთან არის დაკავშირებული. თხოვნა ნიშნავს ფულის გადახდას. იმიტომ რომ
არ რაღაც პროცენტულობა არსებობს, ვინც უფასო დაგეხმარებათ ამერიკაში, მაგრამ ძირითად შემთხვევაში გიწევს, რომ შენ თვითონაც იცი, რომ ეგ ყველაფერი გადასახადებთან არის დაკავშირებული და მინიმუმ იმდენი უნდა გადაუხადო, რომ გადასახადები დაფაროს და იმას არ მოუწიოს რა. ამ შემთხვევაში DoorDash-ს გულისხმობთ, რომელშიდაც კი მუშაობთ ადამიანები აქ, მაგრამ DoorDash-ში ვიღაცაზეა გაფორმებული, DoorDash-დან მერე წლის ბოლოს ტაქსები მოდის და ამ ტაქსებს გადახდა უნდა და ესე არ გამოდის ფიზიკურად, ანუ რო იძახო რომ ვიღაცა უფასოდ გაძლევს ამ რაღაც გეხმარება, ფიზიკურად ვერ დაგეხმარება, იმიტომ რომ გადასახადები გაქვს. ზოგადად უფასო არაფერი არ არის აქ. ხო, არ არსებობს. კაი, ну მოკლედ საკითხი როგორ დავაზუსტეთ არის ის რომ ანუ ამ ვიზით როცა ჩამოდიხარ, რეალურად არ გაქვს იმის უფლება რომ საერთოდ იმუშაო ან რამე ოფიციალურად აკეთო, იმიტომ რომ საბუთები არ გაქვთ. ანუ ჩვენთან როგორც არის რომ პირადობის მოწმობა გაქვს და ამ პირადობის მოწმობებით შეიძლება სადღაც გაფორმდე და მუშაობა დაიწყო. ესე არის დაახლოებით რაღაც რომ social გჭირდება, work გჭირდება, აი ვიცი პასპორტი მოქალაქეობა გინდა ან რაღაცა green გინდა. მანქანის გადაფორმების დროს ერთ-ერთი კრიტერიუმი არის რომ ეგ გჭირდება social-ი და მაგისთვის ცნობა ავიღე სპეციალური რომ მე არ მეკუთვნის მაგ ყველაფერი ერთ-ერთი. ეგ ძალიან საინტერესო საკითხი არის. ანუ მანქანა თუ გინდა რომ გყავდეს აქ ოფიციალურად ჩემს სახელზე, როგორ უნდა მოგვარო ეგ? ანუ ესე social security, რასაც არის, მიდიხარ და განცხადებას თხოვ, რომ დაგიწერონ განცხადება, ესე რომ თქვა, სადაც მითითებული იქნება შენი პერსონალური ინფორმაცია და კონკრეტულად იქნება გაწერილი, რომ F1 ვიზით არის დაუშვათ შემოსული და არ ეკუთვნის work-ი და social-ი და შესაბამისად ამ საბუთს იღებენ და მაგის შემდგომ შეიძლება გაფორმებას. ანუ social security-ს ადმინისტრაცია გაძლევს ამ საბუთს, მერე უკვე მიდიხარ გამყიდველთან, titles ხო, ნუ გამყიდველთან DMV-ში titles გაძლევს ის და ამ საბუთს წარადგენ და მოკლედ ხდება გადმოფორმება. კი, გადმოფორმება და პრავის აღებაც მაგ პერიოდში. საინტერესო რაღაცაა. მართვის მოწმობა ალბათ რაღაც საბუთები ჭირდება მისამართი და რაღაც ხო? ყველაფერი როგორც გითხარი, მე უკვე დაგეგმილი მქონდა აქ ჩამოსვლისას, ანუ სად უნდა მეცხოვრა, ეს ყველაფერი მქონდა შეთანხმებული მათთან, მათ შორის მანქანის თემაც ყველაფერი და ნუ ამ ყველაფერში რა თქმა უნდა დამეხმარე თავიდან მომცეს ამ ეს საჭირო ინფორმაციები, რაც ჭირდება მისამართები დაუშვათ. ანუ ყოველ შემთხვევაში მისამართის დასაფიქსირებლად ბილი ბანკში ანგარიში ეგრევე ერთ კვირაში გავხსენი ნომერიც ეგრევე ავიღე. მანქანაც რეალურად ერთ კვირაში ვიყიდე, მაგრამ ტაიტელი ერთი თვის შემდგომ მოვიდა. მერე მართვის მოწმობის აღების პროცესით რაღაცა 2 კვირი ჩამოსული ვიყავი და რო დავიწყე აღმოაჩინე რაღაცები მჭირდებოდა. ნუ ხანმოკლე პროცესი კი დასჭირდა, მაგრამ საბუთები იყო ბევრი, რაც საჭირო იყო ესე რომ ვთქვათ რა. გართობის კუთხით ალბათ მაიამი ჯობია ხო? კი. კი. აი რითი ჯობია? ნუ იმას თუ არ ჩავთვლით რომ ამინდია, ბევრად უკეთესი. მათი შორის კი ხა ამინდი ზამთარში მთლად ვერ გახვალ ეს აგრის მისაღებად, მაგრამ მაინც კარგი ამინდია, თუმცა ცივი დღეები იქაც ყოფილა ხა ზამთარში. წვიმა. ხო, ძირითადად წვიმები. გართობას რაც შეეხება, რომ ბევრად კარგი სივრცეები არის, ასე პლაჟები არის ძალიან კეთილმოწყობილი, ყველანაირი ტიპის ქართულისთვის. ძალიან ბევრი ადგილია სანახავი, სადაც შეგიძლია წახვიდე და მთელი დღე ისე გაატარო, რომ აი ფაქტობრივად 1 წუთსაც ვერ იგრძნობ, რომ უბრალოდ საკარგე. და ჩემი აზრით კიდევ ცხოვრების სტილიც განსხვავებული არის საუბრად ვიდრე აქ რა, აქ ხარ რაც ჩამოვედი, დაახლოებით 10-11 საათზე ფაქტობრივად ყველაფერი დახურულია და იქ არა? არა, თითქმის არა. აქ 6 საათზე იხურება ყველაფერი მეგონი. თუ რაღაცა არის. ხა იქაც არის რაღაც უბნები ესე რომ ვთქვათ, სადაც ნუ სრულდება ამ დროს ცხოვრება, მაგრამ ნუ ბევრად განვითარებულია დაუშვათ გვიანი ცხოვრება, გვიანი საათების ცხოვრება. ოკეი. საფრთხეების ხრივაც საკმაოდ კარგად უგრძნობდი თავს. ასეთი გამოვიდა დღევანდელი ვიდეო. ეხლა ბრუნდები სახლში, ბრუკლინში. მინდა რომ გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დალაიქოთ ვიდეო, დაწეროთ თქვენ შეფასება კომენტარის სახით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.